საინტერესო მოუცლელი სტუმარი ყავს და ხო არ ვითამაშოთ მასთან ერთად. კი ბატონო. რაუნდის თუ გავაჩეროთ მაშინ რეალა. ყურადღება. დღეს ჩვენი სტუმარია თეატრალური რეჟისორი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა ბატონ დავით. ისეთ სიტუაციაში მოგიწიათ თამაში 0-3-ზე მე ჯერ სტუმარი არ მახსოვს. აი 3-0-ზე მახსოვს. ხო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამთავრდება ამ გუნდის გამარჯვებით. მე ესეთი იმედი მაქვს. ამ რაუნდში თუ საერთოდ? დღეს. მეც კი უნდა ვთქვა, რომ თქვენ პირ შაქარი ბატონო დავით, იმიტომ რომ ყველას შემოგვივიდა მოაზროვნეთა წაგებები. კაი, რა მოგვიმზადეთ გითხარ? კითხვა საკმაოდ რთულია, ამიტომ გთხოვთ რაღაცა ყურადღებით მომისმინოთ. კითხვა რასაკვირველია თეატრის სფეროდან არის და ალბათ მეტნაკლებად იცით ბერძნული ან ანტიკური თეატრის შესახებ. კითხვა არის შემდეგნაირი, რომ ძველ ბერძნულ თეატრში კლასიკურ დადგმებში თამაშობდა 3 მსახიობი. არსებობდა შემთხვევა, როდესაც გამოჩნდებოდა მეოთხე მსახიობი. ამას ძველი ბერძნები ხორეგოსის ტვირთს ეძახდნენ. ყურადღება კითხვა. თქვენ უნდა დაანსახელოთ, რა ქვია დღეს იმას, რასაც ძველი ბერძნები ეძახდნენ ხორეგოს. დრო. სუფლიორი. ანუ ვისაც აწვებოდა თუნდაც ის იმას უძახით ჩვენ. ეს 3 ვინ არის? 3 რატო ხორეგოსი ვინ არის? მომიშნე ხესასი ხორია რა შეიძლება კორექტორი ანუ ვითომ კურიოზულად ანუ რაღაცას თამის შემთხვევაში დღეს ჩვენ ამას ვუწევთ. კაი სუფლიორი გავიართ კიდევ დუბლური გვამები გაქონა არა მეოთხე ჩდებოდა ერთის იმის მაგიურად კი არა ანუ მეოთხე ჩდებოდა აწვებოდა თვითონ და ხორეგოსის ტვირთი რას ნიშნა? აი რატოა ხორეგოსის ტვირთი? ვინ არის ხორეგოსი? არ ვიცი. ეგრე უჩვენოთ უპასუხო. ხორეგოსი ამე ხორა ეს ამასთან ხარ. რა შეიძლება მოხდეს სპექტაკლი ისეთი ის გამოჩენება მიცვალებული ვიფიქრე, მაგრამ ფონუ გახდა, მაგრამ შეიძლება პარადოქსია რაღაც ისეთი კურიოზული შემთხვევა. დეკორაციას ვინ ცვლიდა რაღაცა ნუ ეგ რა ვიცი დღეს სუფლიორი არის ერთი მეც კანა დღეს განათებელი რაღაც პროფესიებია რაც დღეს დრო ამოიწურა. ბატონ დავით რა ხო? დიახ. კლუბის დახმარება არ გაქვთ? ყველაფერი გახარჯეთ? ვინ უპასუხებს? ქონდა ჩვენ სწორი ვერსია? არა, ვერსიაც არ გაქვთ. ვერსია არ ქონდა. მაშინ როცა ვერსია გუნც არ აქვს, პასუხობს ია მეტრე. ანუ რაღაც პროფესია დღევანდელი, ხო სწორია? არა, მე ეს არ მითხრა. რას ეძახით იმას? რას მაშინ ეცოდა ხო? კა ვინ უპასუხებს ახლა? გითხარით. ია მეტრე. ია მეტრე, ქალბატონო. ია ხორეგოსი. თუ ვერსია ჩვენ არ გქონდათ, ჩვენ ვთქვით რუსულად გითხარით თუ უცნობთ? უამრავი ვარიანტი ვთქვით. თუ და არც ერთი არ იყოს სწორი. და თუ არც ერთი არ იყოს სწორი, მაშინ რაღაცა სულ სხვანაირი უნდა იყოს. არა, ამდენ ლაპარაკს მე ხა გამოვაცხადებ დროს. მაგალითად, ეს იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან ხმამაღლა რამე ლაპარაკობდა ეს ხმამაღლა ლაპარაკობს ის ადამიანი. ეს ნუ მიკროფონი. ადამიანი მიკროფონი. სისულერია რა თქმა უნდა. მიღებულია, თქვენი სისულელე მიღებულია, ყურადღება დავით დოიაშვილის პასუხი. პასუხი არის ერთი შეხედვით დრო არ იცვლება, ყველაფერი იგივე რჩება. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებდა ამ სპექტაკლის დაფინანსებას, სპონსორი. ჩვენ დროში ხორეგოს ეწოდება სპონსორი. სპონსორს როგორც წესი ერთად ქონდა ხოლმე 3 მსახიობის გასტუმრება, მაგრამ როდესაც კურიოზოდ მეოთხე ჩნდებოდა, მას ეწოდებოდა პარახორეგემა, ანუ ხორეგოსის ტვირთი, მეოთხე მსახიობი, რომელიც ტვირთად აწევდა სპონსორს.
ბატონ დავით დოიაშვილი. დიახ, დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვით. ბევრ ხორეგოს უსურვებთ თქვენს თეატრალურ აგრეთვე თქვენს გისურვებთ ბევრ ხორეგოს. მადლობა.